დონალდ ტრამპი ამერიკელი პოლიტიკოსებისათვის სირცხვილია. წლების განმავლობაში შეერთებული შტატების პრეზიდენტები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ადრე სხვადასხვა სამთავრობო თანამდებობები ეკავათ. ბაიდენი, კლინტონი, ობამა, ბუში, რეიგანი ეს პიროვნებები პირველად დაწინაურდნენ კარიერის სართულზე, თანდათანობით იღებდნენ უფრო მნოან არჩეულ თანამდებობებს და შემდეგ გახდნენ პრეზიდენტები. დონალდ ტრამპი არც გუბერნატორი იყო, არც მერი, არც სენატორი. ის არ ეკავა არც ერთ სამთავრობო ან არჩეულ თანამდებობას, მაგრამ ის დაუყოვნებლივ გახდა პრეზიდენტი. განსაკუთრებით რადგან ამერიკელი პოლიტიკოსები, რომლებიც მთელი ცხოვრება სამთავრობო თანამდებობებზე ატარებენ, ვერ ახერხებენ ამერიკის კრიზისის გადაჭრას. ვერც ერთმა ვერ შეძლო. არც რესპუბლიკელებმა და არც დემოკრატებმა. და შემდეგ ამერიკელმა ხალხმა მათ პრეზიდენტად აირჩია ბიზნესმენი, არა პოლიტიკოსი, იმ იმედით, რომ ის გამოასწორებს სიტუაციას. ამიტომ ტრამპი სირცხვილია ყველა ამერიკელი პოლიტიკოსისთვის. რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც, ყველა. მაგრამ ტრამპიც თავად ვერ უძლებს კრიზისს.